მე ვფიქრობ, რომ ცალსახა ეს დასკვნა არის უპრეცედენტოდ ნეგატიური. თვითონ ეუთო ოდირს ახასიათებს ძალიან მოზომილი შეფასებები ხოლმე, ეს არის გამორჩეული ყოველთვის მის ანგარიშებში, დასკვნებში. ეხლა ამ შემთხვევაში ეს არის უკიდურესად კრიტიკული შეფასება და შესაბამისად ადასტურებს იმას, რის გამოც ჩვენი თანამოქალაქეები არიან ქუჩაში, რის გამოც ეს პროტესტი უწყვეტად მიმდინარეობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო მიტაცებული ქართული ოცნების მიერ და არ არსებობს დარღვევა, რომელიც არ დაფიქსირებული იყოს არჩევნებამდე, არჩევნების დღეს. შუალედურ დასკვნაში მე არ ვიცი ქართული ოცნების მედია საშუალებები რატომღაც რაღაც განსაკუთრებული მოლოდინით იყვნენ გამსჭვალული ეუთო ოდირის დასკვნის მიმართ, რომ რატომღაც ელოდებოდნენ ეს იქნებოდა დადებითი დასკვნა და არანაირი ნიშანწყალი არ იყო ამის. უნდა გითხრათ, რომ შუალედურ დასკვნაშიც პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ იმუბნების 25%-ში, სადაც ელექტრონული ხმისდამტველი მანქანები იდგა და ელექტრონული ვერიფიკაციის მანქანები და იყვნენ ეუთოს დამკვირვებლები, ყველა უბანზე მათ პირდაპირ ჰქონდა დასკვნაში, რომ იყო ქართული ოცნების კამერები მიმართული ხმისდამტველი მანქანებისკენ და იქვე იყო ჩაწერილი, რომ ეს შეიცავდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკს. პლუს ამას ემატება გამჭვირვალე ბიულეტენები და ის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, მთელი ეს პერიოდი არჩევნების დამთავრების დღიდან, რომ ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლება დაირღვა, ხმის მიცემის ფარულობის გარანტია დაირღვა ამ არჩევნებზე, ეს შუალედურ დასკვნაშიც იყო ეუთო ოდირის ასახული და ეხლა საბოლოო დასკვნაში საუბარია ყველა იმ მსგავსობაზე, რომელიც მოხდა არჩევნების წინა პერიოდში და არჩევნების დღეს. ზეწოლა ამორჩევლებზე, ინსტიტუციების, სახელმწიფო ინსტიტუციების სრული დაქვემდებარება, ანუ არანაირი დამოუკიდებლობა ინსტიტუციებს არ გააჩნდა. ის, რომ არც ერთი საჩივარი არ იქნა განხილული, ის, რომ იყო ხმების ყიდვის პრაქტიკა, ყველაფერი რაც შეიძლება მსგავსობა მოხდეს, ეს აღწერილია ეუთო ოდირის დასკვნაში. აქედან გამომდინარე, ახლა ეს არის ყობახიძის მხრიდან სასოწარკვეთილი მცდელობა, როცა მადლობას უხდის ეუთო ოდირს, მithomდაც დადებით შეფასებისთვის, დადებითი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ბიულეტენები იყო მიტანილი, ესე იგი უბნების გახსნისათვის მიტანილი იყო ადგილზე და რაღაც ესე ტექნიკური საკითხები, ხო? დანარჩენად არის უკიდურესად უარყოფითი. ეს არის სასოწარკვეთილი მცდელობა ყობახიძის, რომ თეთრზე თქვას კი ბატონო, ბადონბადრი. შავზე თქვას თეთრი. კი ბატონო. ბილათ რო თქვა და პროპაგანდისტულად შეეცადოს თავისი არხების, სამთავრობო არხების მეშვეობით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც უყურებენ ამ არხებს, მიაწოდოს სრული სიცრუე, ვითომ ეუთო ოდირის დასკვნა არის დადებითი და თქვენ თვითონ წაიკითხეთ, ახლა გისმენდით, რომ 2020-თან შედარებით, როდესაც უარყოფითი იყო და ნეგატიური იყო შეფასება, ეს არის უკიდურესად გაუარესებული შეფასება 2020 წლის არჩევნებთან შედარებით და ადასტურებს იმას, რომ ასეთი არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტი ვერ იქნება ლეგიტიმური პარლამენტი, შესაბამისად ამ არჩევნების შედეგები არ არის ლეგიტიმური და ამას ადასტურებს ეუთო ოდირის დასკვნაც, სწორედ იმ ენით, იმ მოზომილი ლექსიკით, რომელიც მათ ახასიათებს. ეუთო ოდირი თავის დასკვნაში წერს, რომ მისი მანდატი არ არის არჩევნების აღიარება ან მხარდაჭერის გამოცხადება. ეს ჩანაწერი იქნება თუ არა ასევე ხელისუფლების ლექსიკაში გამოყენებული იმისთვის, რომ აი არ უთქვამს, რომ არალეგიტიმურია და ასე შემდეგ. ანუ ასევე პრემიერის ბრიფინგში რა დაინახეთ თქვენ ამ ხრივ საინტერესო, ისევ ეცდება თუ არა მართველი გუნდი ისე წარმოჩინებას, რომ აი ლეგიტიმურები ვართ. ეხლა უნდა ვთქვა დიანა, რომ მართველი გუნდი ეს არის მართლაც გამორჩეული თავისი სიცრუის ხარისხით. ეხლა ჩვენ ასაც ვაკვირდებით ხომ იგივე
როგორც მე მითხრეს სამთავრობო არხებზე ისიც არ გადაუციათ, რომ დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულ შტატებმა სანქციები დაადეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს, რომლებსაც პირდაპირ ეკისრებათ პასუხისმგებლობა იმ დარღვევებზე სისასტიკეზე, რომელიც ჩადენილი იქნა თბილისის ქუჩებში. ესეც არ გაავრცელეს სამთავრობო მედიის წარმომადგენლებმა. ხო, ანუ ამოცანა ეხლა მათი არის როგორმე შეზღუდონ ინფორმაცია. ხო, აი ესე მითხრეს, რომ ესეთი რამე, ნუ ისი თქვა მინდა, რომ ეხლა მათი ამოცანა როგორმე შეზღუდონ იმ სამთავრობო არხებზე, რომელსაც სრულად აკონტროლებენ ქართული ოცნება, როგორმე შეზღუდონ ინფორმაცია მაქსიმალურად, რომ იქნება ადამიანები, რომლებიც არ უყურებენ დამოუკიდებელ მედია არხებს, იქნებ მათ მიყიდონ ეს სიცრუე, რომ თითქოს არის დადებითი დასკვნა და ეს ყველაფერი რაც ხდება არის რაღაც გაუგებარი გლობალური ომის პარტიის მიერ ორგანიზებული, ან ვიღაც სხვის მიერ ორგანიზებული და არა ქართველი ხალხის სამართლიანი პროტესტი მიტაცებულ არჩევნებზე. ანუ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი რასაც ამბობს კობახიძე არის ორი შესაძლებლობა, ეხლა რა თქმა უნდა ეს ძიმია რომ თქვა, მაგრამ ერთი არის შესაძლებლობა წაკითხulis გააზრების თვალსაზრისით აქვს პრობლემა და ამიტომ ამბობს ამას, ან მეორე შეგრებულად სრულობს, რომ ჩვენს თანამოქალაქეებს როგორმე შთააგონოს ის, რასაც სინამდვილეში ადგილი არ აქვს, რომ ვითომ ეს იყო და არის დადებითი დასკვნა. სხვა ვერსია აქ არ არსებობს, ხო? ამიტომ ისინი გააგრძელებენ ამ ნარატივს, სხვა არაფერი არ დარჩენიათ. ისინი სიმართლეს ვერ ეტყვიან, ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა გააგრძელოს სიცრუის ტირაჟირება, სიცრუის გავრცელება და ამისთვის გამოიყენონ მათ მიერ სრულად კონტროლირებადი სამთავრობო არხები.